მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო პატარებო და არა მარტო პატარებო, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პატარა ვაჟკაცებთან და კუდრაჭებთან ერთად საუბრებს და დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა იქნება ასეთი მოთხრობა ნამდვილი ადამიანი. ნამდვილი ადამიანი. ისე სანამ დავიწყებდნენ თქვენი აზრით, ნამდვილი ადამიანი როგორი უნდა იყოს? რა თვისება უნდა ჰქონდეს ნამდვილ ადამიანს? სულ სიკეთებს უნდა აკეთებდეს. ქრისტიანი უნდა იყოს და ღმერთის მორჩილი. არ უნდა იტყუებოდეს. ყველას უნდა ეხმარებოდეს. გაჭირებულების ცხელ უწყლო ველზე ჭა ამოყვანი. ჭა ხო იცით რაც არის? წყალი სადაც არის და იქიდან ადამიანები წყალს წამყვან. ჭის ახლოს ქოხში პაპა და შვილიშვილი ცხოვრობენ. როგორც ჩანს, ამ პაპამ გააკეთა ეგ ჭა. რაღაცა მიზნისთვის გააკეთა. ჭასთან გრძელ თოქზე სათლი კიდია. სათლი ხო იცით რაც არის? წყალს რითიც ამოიღებენ ხოლმე, ეს არის სათლი. ძველ ქართულად სათლი ქვია. ისე ვედროსაც ვამბობთ ხოლმე. ისე ძველ ქართულად სათლი ქვია ამას. ქართულად რა, ქართულად ესე. მოდიან და მოდიან მგზავრები. ჭისკენ შეუხვევენ, წყალს დალევენ, პაპას მადლობას მოახსენებენ და გზას განაგრძობენ. ანუ ამ პაპას მარტო თავისთვის კი არა აქვს ეს ჭა გაკეთებული. ყველა ვინც იქ გამოივლის, ყველა შეუძლია რომ წყალი დალიოს. ერთხელ სათლი თოქს მოწყდა და ღრმა ჭაში ჩავარდა. პაპას სხვა სათლი აღარ ჰქონდა, რომ ჭიდან წყალი ამოეღო და დაელია. მეორე დილას ქოხს ერთი გლეხი კაცი მოადგა. შენახული სათლი გადმოიღო, წყალი დალია, სათლი კვლავ შეინახა. ან ურემზე ჰქონდა ეს სათლი, გადმოიღო და თვითონ ჩაუშა თოკით, ამოიღო, წყალი დალია და ისევ შეინახა და წავიდა. ეხა ეს შვილი პაპას ეკითხება. ეს რა კაცი იყო, ანუ როგორი კაცი იყო? ეგ არ იყო კაცი შვილო, უთხრა პაპამ. შუადღისას ქოხთან ახლა სხვა მგზავრმა გააჩერა ურემი. ნამჯის ქვეშიდან სათლი გადმოიღო, თოქს გამოაბა, წყალი ამოიღო და დალია. მერე პაპასა და შვილიშვილს დაალევინა. წყალი მშრალ სილაზე გადაღვარა, სათლი ისევ ნამჯის ქვეშ შეინახა და გზა განაგრძო. ანუ ისევ თივაში ჩადო თავისი სათლი და წავიდა. ეს შუადღე. ეს ვიღა იყო, ანუ ეს როგორი კაცი იყო, შვილიშვილი ეკითხება. რა სიტყვა თქვენი აზრით? არ არის კაცი. არ არისო კაცი. არც ეგ იყო კაცი შვილო, უთხრა პაპამ. საღამო ხანს ქოხს კიდევ მოადგა ერთი მგზავრი. ურემიდან ვედრო იგივე სათლი გადმოიღო, თოკი გამოაბა, წყალი ამოიღო, დალია. პაპას და შვილიშვილსაც დაალევინა. მადლობა უთხრა და გზას დაადგა. სათლი კი იქვე დატოვა გამომული თოქზე. ჭასთან დატოვა. ეგ ვიღა იყო პაპიო, ეხა შვილიშვილი ეკითხება. და რა უთხრა პაპამ? ეგ იყო ნამდვილი ადამიანი, რადგან დატოვა რომ ამათაც რომ მოუნდებათ სხვა დროს დალიონ. მაგათაც რომ მოუნდებათ, ხევსაც რომ მოუნდებათ, ყველამ რომ დალიოს, ხო მართალი? იმიტომ რომ მან დატოვა რომ შვილის და პაპას რომ დაელიათ და ხვებს რომ გამოივლიდნენ. აი მაგალითად რომ წამოსულიყვნენ და წყალი რომ მოსდომებოდათ და რომ არ ქონოდათ სათლი, იმ სათლს აიღებდნენ, წყალს დავლევდნენ, მადლობას ეტყვიდნენ და გზას გაუდგებოდნენ. ესე იგი, პირველ და მეორედ მოსულზე, რომელმაც წყალი დალიეს და თავისი სათლი შეინახეს და წავიდნენ. პაპამ რატო თქვა, რომ ეგო კაცი არ იყო? რომ იმეთმა არ დაწოვეს სათლი. და რატო უნდა დაეტოვათ ხო თავისი სათლი? რომ დაელია სხვებსაც. რომ სხვებსაც დაელია, ვასო, შენ რა სიტყვი, რატო თქვა პაპამ? იმიტომ რომ შვილსაც ეგრე არ გაეკეთებინა. რო არ გაეკეთებინა ეგრე, ხო? შვილისთვის რომ ესწავლებინა, რომ
კაცობა ის არის სხვაზეც რო იზრუნებ, ხო მართალია? სხვაზეც რომ არ იფიქრა იმორმა, ამიტომ. ამიტომ თქვა რომ ეგო კაცი არ იყო. ეხლა მაგალითად აი ამ მოთხრობის მიხედვით როგორ ადამიანს ეწოდება კაცი? აი როგორ ადამიანებზე შეიძლება? ეხლა ზოგან ჭაიქნება, ზოგან ჭა არ იქნება, სხვა რამე იქნება, მაგრამ რო შეაჯამო. ბარბარე, როგორ ადამიანს შეიძლება რომ კაცი ერქვას, აი ადამიანი რო იყოს? კეთეს რომ გააკეთებს. სიკეთეს რომ გააკეთებს. მეგობარს გასაჭირში რომ არასდროს დატოვებს. რო არ მოიტყუება. ყველა სიყვარულით რომ ეკცევა. მარტო თავის თავზე ზრუნავს და არამედ სხვა ადამიანზეც ზრუნავს. მოდი ერთი პატარა ლექსი განვიხილოთ ილია ჭავჭავაძისა სიკვდილმა კითხა სიცოცხლეს. სიკვდილმა კითხა სიცოცხლეს. მე ვჯობი ვარ თუ შენაო, სიცოცხლე მასე მიუღო, არც ერთი არ ვართ ხენაო. ზოგ სიცოცხლე აქვს ისეთი, არ მიბრუნდება ენაო, გნატრობ ნეტავი სადახარ, ისმინო შენი ღრენაო. თუ კაცი ცოცხლობს ხალხისთვის, მაშინ გჯობი ვარ მენაო და თუ კი თავისთვის რაღა თქმა უნდა შენაო. სიკვდილმა კითხა სიცოცხლესო, მე უფრო კარგი ვარ თუ შენო და სიცოცხლე მასე მიუგო რომ არც ერთი არ ვართ ლხენო, ანუ შვება განცხრომა არც ერთი არ ვართ. ზოგს ისეთი სიცოცხლე აქვს რომ აი არ მიბრუნდება ენაო, ანუ ენითაც კი ძნელია აღწერო იმ კაცის სიცოცხლე, ზოგს ისეთი რთული სიცოცხლე აქვს ძნელი. და სიკვდილს ნატრობს, ნეტავი სადახარო შენი ღრენა ისმინოს. მაგრამ საბოლოო ჯამში ნახე როგორ შეაჯამა წმინდა ილია მართალმა. თუ კაცი ცოცხლობს ხალხისთვის, მაშინ მე გჯობი ვარ, ანუ მაშინ სიცოცხლე ჯობია. და თუ მარტო თავისთვის ცოცხლობს, მაშინ რა თქმა უნდა შენ ჯობი ხარ, ანუ მაშინ გინდა ყოფილა კაცი და გინდა არაო, ხო მართალია? თუ აი წეგან ლუკა რო ყვებოდა ერთმა კაცმა რო კითხა რომ აბანოდან მოსულ კაცს რომ რამდენი კაცი იყო აბანოშიო და ერთი კაცი იყო. ანუ რიგი ხო არ იყო რომ ისლა უნდოდა და მე ესე იგი მივიდა და ნახა რომ აბანოში უამრავი ადამიანია და ეკითხება რატომ მომატყუე ამდენი ხალხი ყოფილაო და შენ მითხარი ერთი კაცი იყო და რატომ მითხარიო და იმიტომ გითხარიო რომ აბანოშიო კი ბევრი ხალხი იყო მაგრამ იქო შესასვლეშიო ქვა ეგდო, გახსოვს? ქვა ეგდო და ყველა მივიდაო და ფეხს რო წამოკრავდა, ყველამ წამოკრა ფეხიო და გადააბიჯა და გაიარავდა. მარტო ერთმა კაცმა აიღო ეს ქვა და გვერდზე გადააგდო, რომ სხვასაც არ წამოეკრა ფეხიო. ანუ ვინც უკვე ფეხი წამოკრა, იმან ალბათ იფიქრა, მე უკვე ფეხი წამოვკარი და ხო ვიცი რომ ქვა გდია და აღარ წამოკრავ. თავი უკვე შეიგი დაიმჯობინა, თავი ქუჩში მაქვს იფიქრა, მაგრამ იმ ერთმა, მარტო ერთმა სხვაზეც იფიქრა, რომ სხვამაც არ წამოჰკრას. ესე იგი, თუ კაცი მარტო თავზე ფიქრობს, ეგეც სიცოცხლეს ფასი არ აქვს. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ეს კამი რომ სულიერი იყოს და მარტო თავზე ფიქრობდეს და თქვას რომ მე არავის არ დავსავარ. რო ვერავინ ვერ დაждდეს, ისე გავიდეს წლები რომ აქ არავინ არ დაждდეს. მაშინ გინდა ყოფილა გინდა არა, ხო მართალია? ეს თუ სხვას არ გამოადგება, ეს გინდა ყოფილა გინდა არა. აი ხა მაგალითად ეს წიგნი. თუ არ წავიკითხეთ და ჩვენ ეს არ გამოგვადგა, გინდა ყოფილა და გინდა არა, ხო მართალია? ეჩო და ხერხიც არის რომ ანუ იქ არის ნათქვამი რომ ანუ იგივე როგორც აქ არის მას სიკვდილი და სიცოცხლე, ანუ ეჩო ხოლო თავზე ფიქრობს თავის კენით როცა და ხოლო ეგანდაზე კაცი უნდა ხერხი იყოს, გახქონდეს და გამოჰქონდეს. კაცი განა ეჩო არის, სულ თავისკენ მიიცლიდეს. ანუ ხერხი როგორია? რომ ხერხავ, ეს ნახერხი წინაც იყრება და უკანაც იყრება. ანუ ადამიანი, ესე იგი, რომელიც სხვაზეც ფიქრობს და თავზეც და ეჩო კიდე ისეთი ხელსაწყოა, ესე მარტო შენკენ უნდა მიითალო და კაცი მაგას არ უნდა გავდესო. მარტო თავზე რო ფიქრობდესო. ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეჩოს დღეს აღარ იყენებენ ესეთი ხელსაწყოა, რომელიც ესე ბასრი პირი აქვს და ესე უნდა ხერო დაამუშავო, ესე შენსკენ უნდა გათალო ეს რა და ანუ მარტო შენზე კი არ უნდა ფიქრობდეო. არამედ ხერხივითო სხვაზეც უნდა ფიქრობდე, შენზეც უნდა. მაშინ აქ კაცის სიცოცხლეს ფასი და აი ხო ჩვენი ცხოვრებიდან
რა შემთხვევაში ექნება ჩვენ სიცოცხლეს ფასი, ჩვენ შემთხვევაში სიცოცხლე როდის ემჯობინება სიკვდილს და ჩვენ როდის ვიქნებით ნამდვილი ადამიანი. მოდი ორი სიტყვით შევაჯამოთ ესე იგი. სხვაზეც რომ ვიფიქრებთ. მაგალითად, ვინმე რო წაიქცევა რამეს რო ეთქეს და ჩვენ რო ჩვეულებრივ ჩაველით უნდა დავეხმაროთ. ხო, ანუ გულგრილად რო ვერ ჩაული, ხო? რომ შეგეცოდება რომ წამოაყენებ. სახლში ვართ და რამდენიმე დედმამიშვილი დაძმები ხო გყავს ახლა ჩვენ და დავუშვათ ახლა დედამ თქვა რომ ბავშვებო, პური არა გვაქვს, პურია მოსატანი. ნამდვილი ადამიანი აქ როგორ მოიქცეოდა? ჩავიდა და მოიტანდა. ანუ რო იტყოდა დედა მე წავალ, მოდი მე მოვიტან. ჩემი დედმამიშვილები, ჩემი დაძმები იყვნენ აქ დაისვენონ, მე წავალ, მე მოვიტან, გესმის? აი მაგალითად რომ დედას ეთქვა რომ შვილებო, ნაგავი დაგრო და გადასაყრელია. რა უნდა ეთქვა ნამდვილ ადამიანს, რა უნდა ეთქვა? უნდა ეთქვა და მოდი ამათ ჩემ დედმამიშვილებმა დაისვენონ და იმხიარულონ. მე წავალ გადავყრევჩებ ნაგავსო და მოვალ და მე ვიმხიარულებ მაგაცთან აი ერთად. ნამდვილი ადამიანი ეგრე იზავთ. მაგალითად ჩვენ ვართ სახლში, ჩვენი დაძმები არ არიან სახლში, დედა მოგვიტანა შოკოლადი. ნამდვილი ადამიანი რას იზავდა? მარიამ, რას იზავდა? ნამდვილი ადამიანი სხვებს დაელოდებოდა და ერთად შეჭამდნენ. ერთად შეჭამდა. მაგრამ მაინც თუ სული წაძლევდა და ვერ დაელოდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა? ბარბარე, რას იზავდა? მაინც არ უნდა შეჭამა მოეთმინა. უნდა გაეყო და თავისი წილი უნდა აიღო შეეჭამა და სხვებისთვის თავისი დაძმებისთვის უნდა შეენახა. მე რო არ ვიყოთ ლუკა სახლში და რომ მივიდეთ და ჩვენმა დაიკომ, ჩვენმა ძამიკომ რომ დაგვახვედროს. აი ნახე, მე ჩემი წილი შევჭამე და შენც დაგიტოვეთ. ან რო თქვას რომ ნახე, მე არ შემიჭამია, მოდი ერთად გავხსნათ, ერთად გავტეხოთ, ერთად გავიყოთ, ხო გაგეხარდება. რომ შენზე რო იფიქრეს, ეგ გაგეხარდება და როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ ლუკა, ჩემო ვასო, ეგრე უნდა მოექცე სხვას. ეგრე იქცევა ნამდვილი ადამიანი. მე მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა და იმ ჩავეხუტებოდი და მარტო ეგ რო გაეკეთებინა არ ჩავეხუტებოდი. ეგეც რო არ გაეკეთებინა, მაინც ჩავეხუტებოდი. ხო და აი ეს გაყოფა ნახე, ჩახუტებას იწევს. იმიტომ რომ იმ გაყოფაში სიყვარული. ჩემო ძვირფასო პატარებო, მშობლებო, ყველას გეფერებით დღევანდელი ჩვენი ცდელობა რომ ვემსჯელა ნამდვილ ადამიანზე ამათი დამთავრებულია. მომავალ შეხვედრამდე.